უნდა იყოს თუ არა სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრება კონსტიტუციაში ჩაწერილი როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ზესტაფონერ პოლიტიკოსთა შეფასებების საინფორმაციო გამოშვებაში. აქვს თუ არა შესაძლებლობა ელექტორატს ამომრჩეველთა სიის ელექტრონულ ვერსიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, რა რეკომენდაციები აქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის სისტემაზე გადასვლას გეგმავს, იქნება თუ არა აღნიშნული ინოვაცია კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი, რას ფიქრობს მოსახლეობა. საქართველოში ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ ერთი ბიულეტენი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აღარ იქნება, რომელზეაც დასმული კითხვა სავარაუდოდ ასეთი ფორმულირებით უნდა ყოფილიყო. თანახმა ხარ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის. ქვეყნის პრეზიდენტის განმარტებით ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში, სადაც მითითებულია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირია. ამიტომ გიორგი მარგველაშვილის განმარტებით კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმის გზით მიღება იკრძალება. როგორი დამოკიდებულება აქვს ზესტაფონერ პოლიტიკოსებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და როგორ აფასებენ ისინი საინიციატივო ჯგუფის მიერ დაანონსებულ პერმანენტულ აქციებს მოთხოვნით გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი. არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინების საკითხი კონსტიტუციაშიც იყოს დაფიქსირებული. მით უფრო ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სამოქალაქო კოდექსში, ანუ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონში ეს საკითხი არის დაფიქსირებული. რამდენად აუცილებელია კონსტიტუციაში ჩაწერა, ეს მეორე საკითხი, ეს უფრო პოპულიზმის საგანია და მგონია რომ ხელოვნურად არის ეს შექმნილის ფონი, რომ თითქოს ვიღაცებს არ უნდათ. პირადად ასე მგონია რომ საქართველოში 10 კაციც არ მოიძებნება, არათუ რომელიმე პარტიის წევრი, არამედ საერთოდ ადამიანი, რომელსაც ეგრეთ წოდებული ერქსქესიანთა ქორწინებისადმი მქონდეს რაიმე სურვილი და მიდრეკილება. არ შეიძლება ყველაფერი წეროთ კონსტიტუციაში და არ შეიძლება რომ კონსტიტუცია ყოველ წამს ვცვალოთ. ჩემი მოგზაურებული შეფასება მინდა გავაკეთო პრეზიდენტის აქციებთან დაკავშირებით, რომელმაც უარი განაცხადა რეფერენდუმის დანიშნულთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს ქართველი პრეზიდენტი არ ყავს. რაც შეეხება არის თუ არა საფრთხე, რა თქმა უნდა არის და ყველასათვის ალბათ არც არის ცნობილი, რომ ერთ-ერთმა თბილისელმა ადვოკატმა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელშიც დაფიქსირებულია კონკრეტულად, რომ ოჯახი იქნება ქალისა და მამაკაცის მიერ. მაგრამ მე როგორც ქართველი ტრადიციებზე, ქართულ ტრადიციებზე გაზრდილი ადამიანი მხარს ვუჭერ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ეს პრობლემა და დაფიქსირდეს კონსტიტუციაში ეს ცნება. კონსტიტუციაში უნდა იყოს დაკონკრეტებული ისე როგორც სამოქალაქო კოდექსში, ამიტომ რომ კონსტიტუციაში სწორია, იქ წერია მეუღლეთა შორის და მეუღლებიო ევროპის სახელმწიფოებში შეიძლება იყოს ქალი ქალთან, კაცი კაცთან. ამიტომ როგორც წერია სამოქალაქო კოდექსში, კონსტიტუციაში არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში, სამოქალაქო კოდექსში წერია რომ ეს არის ქალისა და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობლიობა. ამიტომ კარგი იქნება თუ დაკონკრეტებული იქნება, რომ რისკებს აღარ შეიცავდეს უნდა, რაც შეეხება რეფერენდუმის თემას, რეფერენდუმი ტარდება რეფერენდუმის შესახებ კანონის შესაბამისად და ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი არ არის სამართალს მოკლებული. ეს ამბობს, რომ ეს არის წმინდა პარლამენტის კომპეტენციის ფარგლები და პარლამენტს უნდა ემსჯელა, ან იმსჯელებს ახალი მოწვევის პარლამენტი ამ თემას. ამას აქციები არ ჭირდება, მას ჭირდება სამართლებრივი ჩარჩოებებში მოქცევა. თვითონ ის, რომ საქართველოში ქართველ ერს უდგას საკითხი, რა არის ქორწინება და რა არის ოჯახი, ეს არის უკვე ერის ტრაგედია. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა იმას, სად ჩაწერ და არ ჩაწერ. ქართველ ერს ჰქონდა თავის ადათ-წესი, ის არის მისი ყველაზე დიდი კონსტიტუცია. ამიტომ ჩვენი ტრაგედია კიდევ ერთხელ მეორე არის იმაში, რომ ეგ საკითხი ზოგადად დადგა.
და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩაწერენ არ ჩაწერენ აი ეს არის ამას უნდა დაუფიქრდეთ რა მოხდა რატო ვართ ამ მდგომარეობაში რომ რაღაც ქაღალდებში ჩვენი შეუვალი ჩვენი მტკიცე ადათ წესების დაფიქსირება გვჭირდება CSKOM საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრეზიდენტს 220,000 ხელმოწერის საფუძველზე გადაუგზავნა. კანონმდებლობის მიხედვით პასუხისთვის პრეზიდენტს 30 დღიანი ვადა ჰქონდა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდებოდა. საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვე რჩება და მოქალაქეთა ნაწილს საინტერესებს თუ როგორ შეიძლება გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიაში. ზესტაფონის ნომერ 51 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს სიებში თავის გადამოწმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე შეუძლიათ. მათ კი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, სიაში კორექტირების შესატანად საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა მიმართონ. რა ვადებში მოხდება სიების დაზუსტება და როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ხარვეზების შემთხვევაში. ჩვენს კითხვებს ზესტაფონის 51 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ქეთევან ვაშაყბაძე პასუხობს. საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ამორჩეველს უფლება აქვს გადაამოწმოს თავისი და თავისი ოჯახის წევრების მონაცემები ამორჩეველთა ერთიან სიაში. ამ ეტაპზე ამორჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმება ხდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. არის ესეთი ველი გადაამოწმე შენი თავი, სადაც შეუძლია ამორჩეველმა შეიყვანოს თავისი პირადი ნომერი, გვარი და შემდეგ თვითონ პროგრამა მიცემს თუ რომელ უბანში არის ის რეგისტრირებული. თუ კი ამორჩეველი აღმოაჩენს ხარვეს ან არასწორ ინფორმაციას, მას შეუძლია განცხადებით მიმართოს ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მაგრამ არჩევნებამდე 30 დღით ადრე საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოკრული იქნება საჯარო ვერსია ერთიანი სიისა, სადაც პირადად შეუძლია ამორჩეველმა თავისი და როგორც თქვი მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება. თუ კი იქაც აღმოაჩენს ხარვეს, მაშინ შეუძლია მიმართოს ასევე იმავე საოლქო საარჩევნო კომისიას, მაგრამ არჩევნებამდე არ აუგვიანეს 16 დღისა. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს წარმოდგენილ საჩივარ განცხადებას 2 დღის განმავლობაში და ღებულობს გადაწყვეტილებას ან აკმაყოფილებს, ან არ აკმაყოფილებს. უარის შემთხვევაში განკარგულებით ღებულობს საოლქო საარჩევნო კომისიას უარის შემთხვევაში შეუძლია ამორჩეველმა ეს გაასაჩივროს შესაბამისად სასამართლოში. სასამართლოს აქვს კიდე 2 დღე განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისა. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არჩევნებამდე 10 დღით ადრე სიებში ცვლილებების შეტანა აკრძალულია. არჩევნებამდე 10 დღით ადრე სიებში ყველანაირი ცვლილებების შეტანა არის აკრძალული. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კი ამორჩეველი არ გადმოლახავს საზღვარს, არ გამოვა სტაციონალური დაწესებულებიდან ან სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში შეუძლია მას მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რადგანაც მან ეს ვადები უკვე გაუშვა და საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისად დაუყოვნებლივ ღებულობს გადაწყვეტილებას ჩაასწოროს თუ არა ამორჩევლის მონაცემები. ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. ელექტრონული რეცეპტის ახალი სისტემა გულისხმობს იმას, რომ უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა. მინისტრის ინფორმაციით, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულებებში. მოიხსნება ქაღალდის მატარებლის საჭიროება, რაც დიდი კომფორტი არის პაციენტს ექიმთან ვიზიტის დროს შეიძლება რომ მხოლოდ მისი სახელი და გვარით პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს რომ გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, სრული ისტორია მედიკამენტებთან მიმართებაში, ანუ ექიმს ექნება სრული წვდომა მის ინფორმაციაზე. რეცეპტი გამოიწერება ასევე ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ქურსელზე დატანა. და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნება წვდომა. ანუ პაციენტი, როდესაც მივა აფთიაქში, აღარ იქნება აუცილებელი რომ რეცეპტი ხელით ატაროს.
ეტყვის თავის პირად ნომერს, გვარსახელს და აფთიაქში უკვე სრული წვდომა ექნებათ მის მონაცემებთან. ხდება მთლიანად ჯანდაცვის სისტემის ელექტრონულ, ასე ვთქვათ, მოდელზე გადართვა და ელექტრონული რეცეპტი ეს არის პირველი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დიდი სამუშაო უძღოდა წინ ელექტრონული რეცეპტის შემოღებას. ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა იმუშავა იმისათვის, რომ შეექმნა ეს პლატფორმა, ელექტრონული რეცეპტის სახელმწიფო პლატფორმა, რომელიც არის ძალიან მარტივი და ნამდვილად გაუიოლებს როგორც ექიმს, ასევე ფარმაცევტს სამუშაოს და რა თქმა უნდა პაციენტისთვის ელექტრონული რეცეპტი არის ძალიან კომფორტული. ჯანდაცვის მინისტრმა ინიციატივის უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრონული რეცეპტის სისტემა არის კომფორტული და ოპერატიული. ამასთან განულდება ყბადაღებული თემა ექიმის გაუგებარი ხელწერის შესახებ. რა უპირატესობა აქვს ახლა ამას? პირველი ის, რომ დავიწყოთ შედარებით წვრილმაინც, რომ ეს ძალიან კომფორტული არის და ოპერატიული. მეორე ის, რომ ერთ-ერთი, არ ვიცი, ისტორიული, ეპოქალური, ასე ვთქვათ, ყბადაღებული თემა, ექიმების გაუგებარი ხელით ჩანაწერი, როცა რეცეპტის გარჩევა ზოგჯერ გამოცდილი ფარმაცევტისთვის შეუძლებელი ხდებოდა, მთლიანად განულდება ეს პრობლემა. ჯანდაცვის უწყების ინოვაციასთან დაკავშირებით ზესტაფონში მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლეობის აზრი ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. უმრავლესობისთვის კი პრობლემა მხოლოდ წამლის გაზრდილი ფასებია. მირჩენია ექიმმა გამომიწეროს რეცეპტი და კარგად გავერკვიო რას მიწერავს. მე არ მაწყობს კომპიუტერში ამ ახალი მეთოდით წამლის აღება. სხვა შორის ძალიან მომეწონა ასეთი პროგრამა და აღარ დაგვრჩება ძალიან მეტი და სხვა ქაღალდების იგივე ძებნა და სრიალი. იქნება მივალ და ავიღებთ როცა მოგესწრებას და სადაც მოგესწრება. ძალიან მადლობელი ვარ, ვიღაცა მაგ წინადადება შემეიტანა ინას დანერგა. უწამლოთ ადამიანის შვილო ვერ ჩერდება. მართალია, მაგრამ მაინც რეცეპტი ჯობდა, რომ წაიკითხავდა ადამიანი თუ არ იყო ერთ აფთიაქში, მეორეში მიდიოდა და იმ აფთიაქში მეორეში განიხილავდა იმ წამალს და ახლა კომპიუტერში შეღვალ ან არის დენი გამორთული და ვერ ხვდება ადამიანი ვერაფერს. ჯობდა ისევ ის რეცეპტი. რეცეპტი თუ აღარ არის საჭირო რომ გამოწეროს, ეკიმე მაშინ აღარც ექიმი ყოფილა საჭირო შვილო და ვიყოთ ასე ცხოვრებაში. ისედაც გართულებულია ცხოვრება და კიდე აგაგვირთულეს ეს თავრობა ამ ცხოვრებას და კიდე რა მინდა იცით რო გთხოვოთ. ყველაფერი წამალი რაც კი არსებობს ქვეყანაზე არის აფთიაქში. იქ ფასდაკლება არის, აქ ფასდაკლება არის, მიხვალ და ორი თეთრი ფასდაკლება არაფერი არ არის. სიტყვაზე ვთქვათ, ახლა რა იყო ეს პული, მაგრამ არის კი საშუალება რომ ადამიანი ყიდულობს ამ წამას. მის საშუალება თავრობას ვებედრებით რომ ან დააკლოს ეს ფასები, ან და პენსიას მოუმატოს გახადოს 250 ლარი მაინც. შეგახსენეთ, რომ ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. შემოდგომაზე კი კონკრეტული ვადები გამოცხადება თუ როდიდან გახდება სააფთიაქო და სამკურნალო დაწესებულებისთვის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა სავალდებულო.